სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში. შობამან შერმან ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა. და ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამ ქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი ღვთისმშობელი. მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და არ არის განწირული ცოდვაში დასაღუპად. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმე დილისა. და აი უნდა მოსულიყო ძე კაცისა უფალი იესო ქრისტე ბზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს მას ქრისტე ღმერთის დედას, ცისა და მიწის დედოფალს და ადარებს განთიაც, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამოფწყინვებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს. და არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია. ჩვენ ხომ ასე განსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით. ჩვენ თვითონ ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ჩვენ ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გავხდით გულქვანი და გაბოროტებულნი, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამითი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული. და აი მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდა ასაკის გამო, ზოგიერთს ამქვეყნიური მიწიური მიჯაჭვულობის გამო და სხვადასხვა მიზეზით. აი, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. და იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, ან სხვა მიწიური სიკეთეგანი, მათ შორისაც ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. და საერთოდ ჩვენ
ხშირად გვავიწყდება. უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა. მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია. ღვთისმშობელი ყველასთვის არის. კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედ მორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება. მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. და ამიტომ შეუძლებელია, რომ უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნები. არც ერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ ძვირფასო ძმებო და დებო და მით უმეტეს იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენს გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის და განუწყვეტლად ხურვალეთ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგცეს წყალობა. და აი უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამ ქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის. აი სწორედ ამიტომ ჩვენ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით. შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდა დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო, ღვთისმშობელო და მოგმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ ჩვენ და გვაცხოვნენ, რამე თუ შენ ხარ მფარველი და მეოხი, მონათა და მხევალთა შენთა. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო, შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.